ამასობაში 24 მარტია და ამ ვიდეოში მოვყვები ფრონტის ამბებს. რა არის ახალი? ახალი ჩემი აზრით თავარი არის ის, რომ რუსებმა პრინციპში დაკარგეს სტრატეგიული ინიციატივა. სანამ იმას მოგიყვებოთ, რატო ფიქრობ ესე, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააკეთეთ დონაციები. მე შეიძლება შეტაბილება, რომ სტრატეგიული ინიციატივა რუსებმა დაკარგეს. ჯერ კიდევ ორი თვის წინ თამამად შეიძლება თქვა, რომ ინიციატივა რუსების ხელშია და ყველა მიმართულებაზე ისინი უტევენ და რაღაც შედეგები აქვთ. დღეს 24 მარტის მდგომარეობით ესე ნამდვილად არ არის. მიზეზი რამოდენიმე შეიძლება იყოს, შეიძლება მთელი ძალის ხმევა კურსკის ოლქის განთავისუფლებაზე კონდათ მიმართული, შეიძლება მოსალოდნელი ცეცხლის შეწყვეტის წინ რაღაცა სერიოზულ შეტევით ოპერაციებს აღარ გეგმავენ, ან შეიძლება უბრალოდ მართლაც გამოიფიტა ამდენი შეტევითი ოპერაციების შედეგად რუსეთის არმიამ და უბრალოდ აღარ შეუძლიათ რა. და უკრაინელების მედგარ წინააღმდეგობაც აღსანიშნავია ამ თვალსაზრისით. აი რო ავიღოთ ახლა მატჩი ერთადერთი სადაც ჰქონდათ რუსებს რაღაც წარმატებები, რაღაც არა, ნორმალური წარმატება ჰქონდათ. ეს იყო კურსკის ოლქი, ხო? მარტის დასაწყისში დაიწყეს შეტევა და დიდი რაოდენობა დასახლებული პუნქტების განთავისუფლეს. მაგრამ მთლიანად კურსკის ოლქიდან ვერ გამოდენეს უკრაინელები, 4 სოფელს დღემდე ინარჩუნებენ უკრაინელები. სხვა ფრონტის სხვა უბნებზე რამე მნიშვნელოვანი წარმატება რუსებს არ ქონიათ. პირიქით რაღაცა უკრაინელებს ჰქონდათ წარმატებები, როგან არათუ შეაჩერეს ეს რუსების შეტევები რაღაც ადგილებში უკანაც დაახევიეს. პლუს ახლა ამას დაემატა მათ შეტევა ამ ბელგოროდის ოლქზე. 4 დღეა ეს შეტევა, ამიტომ 5. და ბოლო მონაცემებით ბელგოროდის ოლქში ეს სოფელი დემიდოვკა დაიკავეს, მოკლედ შევიდნენ აქ უკრაინელები. აგრეთვე აქეთ ლიმანის მიმართულებაზე. აი აქ დაიბრუნეს სოფელი ნადია. ეს სოფელი ერთი სამჯერ აიღეს რუსებმა და მე ისევ დაიბრუნეს უკრაინელებმა. ამჯერზეც უკრაინელებმა დაიბრუნეს. აი კუპიანსკის მიმართულებაზეც რამოდენიმე დღის წინ სოფელი ფიგოლევკა დაიბრუნეს, თუმცა უფრო ჩრდილოეთით რუსებსაც ჰქონდათ რაღაც წინსვლები. ზაპოროჟიის მიმართულებაზეც რუსეთის შეტევები პრაქტიკულად შეჩერებულია. რაღაც წინსვლების და რამოდენიმე სოფლის დაკავების შემდეგ, შეტევის განვითარება ვეღარ მოახერხეს. იგივე მდგომარეობა ვილიკაი-ნოვოსილკას მიმართულებაზე, კურახოვოს მიმართულებაზე, პაკროვსკის მიმართულებაზე. პაკროვსკის მიმართულებაზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არის სოფელი სალიონე და მისი დაბრუნება შეძლეს უკრაინელებმა. იგივე ტორეცკის მიმართულებაზეც რუსებმა ფაქტობრივად აღებული ქალაქი ნაწილობრივ დაკარგეს, ასე ვთქვათ რა. მთლიანად არ დაუკარგიათ, მაგრამ გაანთავისუფლეს, გამდენეს უკრაინელები და უკრაინელები ისევე შევიდნენ. ამას ვერანაირად რუსების პლუსად ვერ ჩავთვლით. ერთადერთი ამ ბოლო დროს, რაც აი გუშინ და დღეს ვრცელდება ინფორმაცია, რაღაც წინსვლები აქვს რუსებს ჩასოვიარის მიმართულებით. აქ რაღაცა რამოდენიმე მიკრორაიონი აიღეს და ძალიან ახლოს არიან ჩასოვიარის აღებასთან. მაგრამ ეს ჩასოვიარის ამბავიც ძალიან გაეწელათ. ვერ იტყვი რა, რომ აქ ახლა რაღაც სერიოზული წარმატება აქვს და მიშხუილობდნენ რა. არა. უკრაინელებმა ძირითადად ფრონტის დასტაბილურება ჩემი აზრით მოახერხეს. რაღაცა აქტიურ შეტევით ოპერაციებსაც ახორციელებენ, ტაქტიკური წარმატებებიც აქვთ. ახლა ეს იმას ანიშნავს, რომ რუსებს არ აქვთ რაღაც წარმატება, რაღაცა უნიშნელო წინსვლები და ტაქტიკური ისინი იმათაც აქვთ, მაგრამ იმის თქმა, რომ ახლა აი რუსეთი აზის აი საფეხბურთო ენით რო თქვა და შეტევაზე და ეს არა, ეგ სიტუაცია აღარ არის რა. ორხრივად მიდის შეტევები და არ ჩანს, რომ რაღაცა უახლოეს ხანაში ამ მიმართულებით შეიცვლება რა. მიზეზებზე კი ვისაუბრე. მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს. შეიძლება უბრალოდ რაღაცა გადაჯგუფებას ახდენენ რუსები და რაღაცისთვის ემზადებიან, ესეც არ არის გამორიცხული, მაგრამ დღესდღეობით ეს სიტუაცია.